კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემა სტუდია ნომერვას, რომელსაც ლიზა კვესელავა უძღვები. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება კონსერვატულ მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობრავა. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ 4 ოქტომბერს გავიარეთ როგორც თვითმმართველობის არჩევნები, ისევე საკმაოდ დიდი აქცია ჩვენს ქვეყანაში, რომელზეც უამრავი შეფასება მოვისმინეთ უკვე ამ დროის განმავლობაში და ძალიან საინტერესოა მართლა თქვენ როგორ უყურებთ აი ამ პროცესს. თავად აი ამ აქციის შინაარს რა დაიმართა, შემდეგ ვნახეთ ჩვენ რა ტიპის მოქმედებები იყო ამ აქციასთან დაკავშირებით, იქ ძალიან სერიოზული გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, ვისი მხრიდან ხდებოდა ეს ყველაფერი, იყო თუ არა აი ამ ყველაფრის უკან ვინმე პროვოცირებული იყო, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც აი ამგვარი დესტრუქციისკენ წაიყვანეს აქციის მსვლელობა და ძალიან ბევრი კითხვა აქვს ალბათ ჩვენ საზოგადოებას და პირველი მაინც დავიწყოთ თვითმმართველობის არჩევნებით და მისი ბედით. რაღაცნაირად გაკვეთილი იყო თუ არა ეს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი რომ არჩევნებს არანაირი შედეგი არ მოუტანა. არა, უკვე არჩევნებს შედეგი კი არა, აზრიც აღარ აქვს. ბიძინა შეუძლია თქვას რომ მე მინდა ამდენი ხმა და დაეწერება მაგდენი ხმა. არჩევნებზე მივედი დოლიძეზე, იქ 3 საარჩევნო უბანია. ერთი 10-12 კაცი იყო და შევედი და მეთქი რა არის გავუქმეთ არჩევნები. არა, დილასოს იყო აქტივობა. კაცშვილი არ მისულა არჩევნებზე. არავის არ უნდა სადღაც 500, 600, 700, 1000 ხმა დაიწერეს. უკვე ხალხიც არ ჭირდება, რა საჭიროა ხალხი. როგორც სულეთ კორეაშია დღეს, რუსეთს დასწინიან და რუსეთში არჩევნები ტარდება, ბელორუსში არჩევნები ტარდება, ჩვენთან არ ტარდება, ეს არჩევნები არ არის. ეს არახალია ესეთი ტიპის არჩევნები, მაგრამ ამათმა რო დაიწყეს ესეთი საერთოდ აი გონში ვერ მოხვალ რა, როგორ ბედავენ და როგორ ბედავენ, იცი? აი ეს დეგენერატები რო ყავთ ოპოზიციაში. რო გამოიყვანეს და ნაციონალები თითქოს გადამალეს ახლა ციხეში და ეს ამ ხელა კაცია, მომღერალი კაცია, სოფლიო ბანი იყო და ეს როგორ გააკეთებინეს მე აზრი არა ვარ, მაგრამ თუ აკეთებ, უნდა ბოლომდე გააკეთო. არ უნდა დაიმალო და არ უნდა წახვიდე და კონსტიტუციაში წერია ესეთი რამე, თუ მუდმივად ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, შენ უფლება გაქვს რომ ის ჩამოაგდო კაცო. აბა რა უნდა ქნა? კაი გამოვიყვანე, თქვათ 500-1000 კაცი. გაიარეს, გამოიარეს, იმღერეს, იცეკვეს, ილაპარაკეს, რა მერე. არ მიდიან ესენ, ხო და სინდის ნამუსი არ აქვთ. დასცინიან ხალხს. საერთოდ მეტად ველიდან ყველა გაუშვეს. ეხლა 9%-ით რო შევა ის მევახშეები რას გააკეთებენ? ვერაფერს. ან გინდა 4%-ით, 5%-ით, რა უნდა გააკეთო? უმრავლესობა ხელში აქვთ, უმრავლესობა წყვიტავენ ყველაფერს. აი ბატონო ირაკლი, საინტერესოა ნამდვილად, როდესაც ვხედავთ რომ აი ასეთი მდგომარეობა საზოგადოებას კიდევ უფრო დიდი რაღაცნაირი უსამართლობის განცდა შეიძლება გაუჩნდეს, თუ იმ სცენარს გავყვებით, რაზეც თქვენ საუბრობთ და თუ ვთქვათ, აი ამას ავყვებით, რაზეც თქვენ უსვავთ ხაზს, რომ ესე იგი ეს არჩევნები გაყალბდა. ჩვენში ჩაგერთვები. ეს რო ყოფილიყო ნამდვილად ჯანმრთელი ოპოზიციის გაკეთებული საქმე, ესეთი არ იქნებოდა. ეს არის იქიდან დაფინანსებული, აი ლიბერალური ფლანგის დაფინანსებული აჯანყების მაგვარი რაღაცა. არაფერი ამორფული რაღაცა. რა არის ახლა კლეტკა დაანგრიეს, ამისთვის კაცი იჭერდა 7 წელს არ და ეგეც ხო სირცხვილია რა. რა მოხდა მერე? ეგ საფრანგეთში თელის გადაწვეს 5 ქალაქი და 4 კაცი დაიჭირეს, დააკავეს, გამოუშვეს. ეს რა უბედურებაა კიდე ამ ხალხის დაჭერა. ნუ მიიყვან ამ ზომამდე, რატო აკეთებ ამას? რატო დაასახელეს ნაციონალები მთავარ ოპოზიციურ ძალად? იმიტომ რომ ეს ბინძური თამაში ქონოდათ რა. ჩვენ თუ არ მოვედით მოვლენ ესენი, თუ ჩვენ გავყრიან ესენი მოვლენ და მერე წამოიწყეს ომი და მშვიდობა და ესე ხალხს ათამაშებენ და ჯამში არაფერი არ გამოდის. ეხლა სულ უბრალოდ რო გითხრა, აი სიგარეტის წეველი ვარ. გუში სიგარეტი დღეს 40 თეთრით მომატებულია. ნაბეღლავე წყალი 9 ლიტრა ღირს 2 ლარი ხალხო. მე არ ვიცი რომ ზამთარს როგორ გადაიტანს ეს ხალხი. თან ურე ეხლა ეს თემები, ის თემა რომ ვიღაცა რუსული კანონია, ამაზე გამოსული ხალხი რევოლუციას ვერ გააკეთებს.
იმიტომ რომ ამას ფულით გულისთვის აკეთებენ და არა გულით და სულით და საქართველოს სიყვარულით. დროა გამოვიდეს ქუჩაში ნამდვილი ოპოზიცია, რომელიც გრძნობს, რომ საქართველოს ჭაობში მიექანება, არ შეიძლება ესე. და ეკონომიკა 100 ქარხანას გავხსნიო და ერთი ქარხანა გახსნეს გორში რაღაცა არყის ქარხანა ისე დახურეს თუ რაღაცა ჯანდაბა. არაფერი არ კეთდება ხალხო. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულებით ცხოვრობს ადამიანები. სხვა აქ არაფერი არ არის, მაღაზიების ქსელები დაკავებული აქვთ, ბენზინგასამართები დაკავებული აქვთ, აი 10 მილიონი რო გედოს სახში, ხო? ვერცეთ ბიზნესში ვერ შეხვალ. ვერ შეხვალ, ყველაფერზე თათი აქვთ დადებული და მორჩა მეტი აღჭირდებაო. ხო გითხრა ბიძინავ, კაცო, წადითო გერმანიაში, პოლონეთშიო, იმუშავეთო, თურქეთშიო. მე აქ სამსახური თქვენთვის არ მაქვს. არ გახსოვთ რომ გამოვიდა თქვა და ფაქტურად ეგრეა, ახალგაზრდები სწავლობენ კომპიუტერს და ინგლისურს, მე გაიქცნენ და სადმე იმუშაობენ. დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს, ბოდიში შეხედე რა ხდება, რო ახვიდე ტრანსპორტში 10 კაცში 7 ვიარუცი საიდან ჩამოსულები არიან, ქართველები არ არიან. ცხოელები. კი ბატონო, აი მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ბოროტი დამნაშავე პარტია, რომ ნაციონალური მოძრაობაა მთავარი პარტია, ისინი კვლავ საშიშები არიან ჩვენი ქვეყნისთვის და ასე შემდეგ. ვინ არიან ეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები უკვე? ვიღად არ ჩაერ ნაციონალური მოძრაობა. ყველა არის დაკავებული, ხო, ეხლა მთავარი ოპოზიციური პარტიების ესე ლიდერები, ვისაც ეძახიან თვითონ მთავარს, ხო? ეს ადამიანები სულ ყველა დაკავებულები არიან. კიდევ საფრთხეს წარმოადგენენ ეს ადამიანები, ანუ ეხლა ამ პოლიტიკური სცენის თვითონ ჭირდებოდათ, რომ ეს საფრთხეს შემქმნელები ყოფილიყვნენ, მე ამა დაელაგებინათ სიტუაცია და ჩვენ ისევ ხელისუფლებაში ვართ, რას საფრთხე უნდა შექმნა. გეუბნებთ ფანჯარიდან ვერ იყურებოდნენ, ეშინოდა და ეხლა ამათ ეშინიათ, ქუჩაში ვერ გადიან. იმიტომ რომ ნაჭამი აქვს და იციან. თვითონ დააყენეს ფეხზე რეანიმაცია შეიყვანეს, რეინკარნაცია გაუკეთეს, დაგვასვეს თავზე და დაგვცინიან. მე მაგალითად შეურაცხყოფილად გზობ თავს. და ასე უნდა იგზნოს ქართულმა თავით, თორე ახლა ვიღაცა 100 ლარი რო ჩამიდოს და გამოდი, გავალ და წავალ სახში. აი თქვენ ბრძანეთ აქციის თაობაზე და რაღაცნაირად მეც იქ მივდივარ რა კითხვა ესეთი ტიპის კითხვა უნდა დაგისვათ მუდმივად მოიაზრებით ხოლმე პატრიოტთა ალიანსთან დღეს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონმა დავითმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა საკუთარი პოლიტიკური პარტიის გეგმების შესახებ იმის შესახებ რომ ქალბატონ ირმას აქვს რაღაც კონკრეტული გზა რომელზეც აპირებს ის წავიდეს და ასე შემდეგ და რაღაცნაირად იმ სახალხო მოძრაობის მსგავსი ტიპის მსგავსი კი არა სახალხო მოძრაობა ხალხს უნდა ჩაუდოთ, რომ შენ არ ხარ მონა, შენ არ ხარ მონამორჩილი, შენ არ უნდა ბიჭო ფეტიშიზმი გჭირს რა ვინც მოვიდა ზვიადისტები გახდნენ, ედვარდისტები, მიშისტები, ბიზნესისტები, რა გჭირს ეს კაცის კაცობა კაცო. ბელადომანია დაემართა ამ ხალხს და ოდინზე რო ლოცულობენ, ისე ლოცულობენ. რამდენი ზარი ახლა თუ უსმენ ხოლმე რომ შემო აი რა სერჩით ბიზნეს და რა გინდათ ბიზნეს ეს ის ხალხია ვისაც ფულს უხდიან რომ შენ დაგამუნათო რომ შენ არ გწხვენია რომ ამას ყადრულობენ უკვე ეს საშინელებაა კაცო იმიტომ რომ იციან რომ ის ძალა რომელიც მაგათმა დასვეს და უთხრეს რომ თქვენ უნდა გვებრძოლოთ ფულს აძლევთ ფულს უხდიან თვითონ ესენი მოდო იქიდან კი არ შემოდის ფული ეხლა ვერ ხედავ ციხეში რომ გაუშვეს ეს ვითო ლიდერები ციხეში სპეციალურად შევიდნენ სპეციალურად გააკეთა რა ქვია თავგასიებული რო არის აი ბატონო ეკლი თქვენ რაზეც საუბრობთ ეხლა ესე იგი ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობასა და იმ ადამიანებთან რომლებიც ლიდერები მოკლედ ციხეში შეხედან აი ამ სერიალშია გარიგებაშია ამას ბრძანებ გარიგებულია რა არიციან ნაციონალურ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ ვერ მოვლე ხალხი იარაღს აიღებს კაცო მაშინ ისთვის კეთდება ეს ყველაფერი რასაც უყურებთ ხარ ასე ხელისუფლება ბოდიში რო გითხრა თქვა შენზე ვიძახი ცუდია ესესია და მე რა ვქნა ახლა ის ცუდია და თუ მე არ მოვედი ის ცუდი მოვა გაიგე მგელი მოდის ამბავშია
ჩასმული და მაგითი მე-14 წელია მაგითი არის. აი ბატონო ეკლი, როდესაც აი ამაზე საუბრობთ, ახლა რაზეც საუბრობთ, ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ ეთერშიც არეკავს, ამბობს, რომ აი ჩვენ მომხრე ვართ, რომ სოციალური უფლებების მხარდასაჭერად სოციალური პრობლემების გამო გამოვიდეთ ქუჩაში, თქვენ გააკეთეთ აქცია და ჩვენ მხარში დაგიდგებით ასე შემდეგ. ეს არის თუ არა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქციები არის ყოველდღიურად, მაგრამ ამ აქციებზე ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც თავისი ინიციატივით მიდიან ხოლმე იქ ახალგაზრდებს, რომელსაც იმ შემთხვევაში საერთოდ არ უნდათ პოლიტიკური ლიდერის დანახვა. ამ შემთხვევაში თქვენ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის იდეის, რაღაცა ერთი აზრის, პიროვნების ირგვლივ უნდა გაკეთდეს, ხომ? როგორი მოლოდინი გაქვთ? მართლაც ძალიან დიდი საზოგადოების ნაწილი შეიძლება აი ამ ყველაფრით ძალიან დაინტერესდეს ისე რომ აი ამ კომპრომისო ომში წამოვიდეს. ყოველთვის აზრი აქვს კარგი საქმის კეთებას. საჭიროა რომ მართლაც გახვიდე ხალხში და თითო კაცს ელაპარაკო იქ შეხვედრაზე აუხსნა რომ რა ხდება ამ ქვეყანაში. როგორ ვიცხოვრობთ? კარგი, ჩვენ თქვათ გავლიეთ ეს ცხოვრება და თაობა ხო უნდა მოვიდეს, რომელიც აქ აღარ დარჩება. გაეროს იმითია რომ 35 წელში ვიქნებით 25% ქართველები. იქაც შეიძლება ესენიც არ იყვნენ. და კაი ადგილი ცარიელი არასდროს არ რჩება და აღარ ვიქნებით საქართველოს როგორც აგერ ჩინელები ცხოვრობენ ყველგან და ჩინეთი არ ქვია ესე იქნება აქაც იმიტომ რომ მართლა არ მინდა თქვა რომ გაღორებული არიან შეიძლება კაცმა 300 მილიონი მოიპაროს ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს კაი რუსები გაძარცვავდით და იყო მაგრამ დღეს რო იმას ფულს იღებ ვიღაცამ შეერიკვდება მაგიტომ 300 მილიონით რამდენ ამას გააკეთებ 300 ქარხანას ააშენებ და ამუშავებ და ხალხს დაასაქმებ და საქმეს გააკეთებ და ესე როგორ შეიძლება ვიღაცამ ნარკოტიკი შემოიტანა სამუდამოს აძლევ და ვიღაცამ 300 მილიონი მოიპარა და 6 წელიწადს აძლევ და 300 ლარით რომ მოიპარო შენც 6 წელიწადს მოგცემენ ეგეც სამართალი აქვს დღეს არ შეიძლება სიტყვა ჩამოგდება შეურაცხყოფა მაგათი არ შეიძლება გადაგდება რატო არ შეიძლება თვითონ არ იძახდნენ მაგას დღეს რა ხდება რატო იჭერენ ამ ახალგაზრდებს რატო მაპატია და პედერასტებს და იმას რატო ეძახიან ახალგაზრდებს იმიტომ რომ უნდათ იმათი აი ხალხს შეაზიძღონ ის ხალხი რომელიც დღეს ქუჩაში გამოდიან იმიტომ გამოყავთ იქ ნაციონალები რომ თქვა რომ აი ესენიც ნაციონალებთან არიან ჩვენ რატო არ გავდივართ ქუჩაში იმიტომ რომ გვეტყვიან რომ ნაციონალები ესენი იტყვიან ბიზნესტები ნაცები კი არ იტყვიან ესენი დაიწყებენ დამონათებას რომ აი ნაციონალებს შეეკრენ და იმათთან ერთად განან და ებრძვიან საქართველოში ომი უნდათ აი ჩაუჭედეს ხალხს თავში ჩაუჭედეს და ვერ ამოიღეს ამ თავიდან რა კი ეს მუდმივი პროპაგანდა და მუდმივი იარლიყები არ არის ახალი მუდმივად ასე ხდება ვინც რამეს იტყვის თუნდაც ჯანსაღს და კრიტიკულს ოდნავ მაინც ამ წუთშივე გამოაცხადებენ ხოლმე მოღალატეს თუმცა ამის აუცილებლობა ნამდვილად არის დღეს ადამიანებმა დაინახეს თუ არა ამ არჩევნების შემდეგ რომ თითქმის ყველგან აბსოლუტურად ქართული ოცნების ლიდერებმა გაიმარჯვეს ხომ ისევ ამ არჩევნებში პრაქტიკულად პირდაპირ აგვერჩია ეს ადამიანები ანუ ქეუბნები გამოვა ბიძინა იტყვის ამ ქალაქში ეს რატომ დაიხარჯა ამ ხელა რესურსი მაშინ რა იხარჯა და აგერ ხო გითხარ სიგარეტი 40 თეთრით გაძვირდა წყალი 30 თეთრით იქ საჭმელი ის სასმელი გაძვირდა ამოიღებენ ფულს შენგან ამოიღებენ ჩემგან ამოიღებენ საიდან აბავს ფული ამოაძრობენ ხალხ ბიჭო ხალი გადადიოდა ქუჩაში გიან მითხრა გადასასვლელად ცოტა იქ და 50 ლარი დააჯარიმეს გაგიგიათ ამდენი რაღაცა ფულები მიაგვთ და მიაგვთ ვითომ წარაფელი 20 თეთრი მაგრამ მილიონი პაჩკა რო გაიყიდება რამდენია ის 20 თეთრი დღეში გეუბნები ასე ხალხს ძარცვავენ ასე ყლიფავენ მერე მოდიან და გეუბნებიან მე თუ არ ამირჩი აგერ მოდის ამუნია და ეს შეგჭამს არავინაც არ მოდის ხალხო და არავის თქვენ გონია ნაცები რო ყოფილიყო ხელისუფლებაში კიდე ომს დაიწყებდნენ შანსი არ არის რომ გამოსავალი რა არის ბატონო გამოსავალი აი დათომ რაც ლაპარაკა ბატონმა დავითმა მაგაზე ვისაუბრეთ დიდხანს ვითათბირეთ და ერთია გამოსავალი რომ
ისე ან უნდა წავიდეთ, ქუდი დავიხუროთ და სახში წავიდეთ, ან უნდა კიდევ ვცადოთ, იქნებ საქართველოს, იქნებ ეშველოს. ხო შეიძლება მოვიდეს ხალხი, ბიჭო, ვიცი რა, როგორ ბრაზდები, ვიცი, ხალხს რო ფულს პარავ. ხალხს, მშიერ ხალხს ფულს პარავ. ამისთვის ჩინეთში 10,000-ზე დახვრეტაა და ჩვენთან 6 წელია. როგორ შეიძლება ეგეთი რამე და ამის პატიება საერთოდ? რა ვიცი, ეთქობა ყველა იპარავს, დღეს რო ახლა იმას იჭერენ, იმის ადგილზე სხვა ხო დაჯდება, ისე მოსაპარ ადგილზე. მე კარგად მახსოვს, ლარი ბენზინი და იმას მიშას მიქონდაო, ის იმას მიქონდაო, ახლა ისმი აქ. კომუნისტები და მოყოლებული ოქროს მომპოვებელი ქვეყანა ვართ, კაცო. სად მიდის ეს ოქრო, რაში იხარჯება, ვის ჯიბეში ჩადის, კაცშვილ ვარ იცის. ბატონო ირაკლი, არის თუ არა ძალიან დიდი უსამართლობა, როდესაც აი ამ ყოველდღიურობას, რასაც თვალს ვადევნებთ, ძალიან დიდი დრო მიაქვს, მაგალითად წლები გადის იმაში, ჩვენ ვუყურებთ აი ქართული ოცნების ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებას, საკანონმდებლო ორგანოშიც თუნდაც ვხედავთ, რომ არ პასუხობს რა ეს საკუთარ გამოწვევებს. ვისთვის გადის ფუჭად დრო? კი, ან სკამებს ისვრიან, ან ფიზიკურ დაპირისპირებაში სიტყვեր შეურაცხყოფაში არიან ერთმანეთთან. ძალიან ცოტას ვხედავთ შრომას და ძალიან დიდ სანახაობებს ვხედავთ. ადამიანებს პირდაპირ აინტერესებთ, რა შეიცვლება მათ სოციალურ მდგომარეობაში, ეკონომიკურ მდგომარეობაში, განათლების რეფორმა როგორი იქნება, ჯანდაცვის რეფორმა როგორი იქნება, პენსიონერები გვირეკავენ ყოველდღე სულ მაგას ამბობენ, რომ ნახევარი თვე 350 ლარი მოვიმარაგებ პროდუქტს და მეორე ნახევარი თვე მშია. ეს ხომ არის ყველაზე დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, რომ ადამიანებს ხანდაზმულ მოხუცებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გვირეკავენ, ნახევრად შიმშილში უწევთ ცხოვრება და იმიტომ რომ ძალიან გაძვირდა პროდუქტებზე ხასი. 87 წლისაა და 300 ლარის წამალი ჭირდება, ხო? მე არ ვეძახი დენის, გაზის, იმის გადასახდელებს. როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა? მაგრამ ეხლა გეუბნება 20 ლარს მოგიმატება. აი დასცინიან ხალხს, რომ თვითონ 16 და 20,000 ხელფასი აქვს. ამის გულისთვის ეგ ქვეყანა კიდევ დაანგრიეს ის ტაილანდი, ტაილანდში არის ხო როგორცა ხელისუფლება მოიმატა ხელფასები დაანგრიეს და გადადგა ხელისუფლება. ჩვენთან ახლა იავრიდან ისევ 10%-ით ემატებათ. სად უნდა დახარჯო ამდენი ფული? ლიზა მე ყოველთვის მახსოვს რომ ეროვნულ მოძრაობას და მოყოლებულ ქონდა ესეთი ლოზუნგი შეწყდეს შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ. და როგორც ხედავ ეს ლოზუნგი ეხლა უფრო აქტუალურია ვიდრე მაშინ იყო. კეთმაიც მაშინ მტერი ვიცოდით ვინ იყო ხალხმა მასამ ხალხმა საზოგადოებამ დღეს საზოგადოება თუ აზზე არ მოიყვანე იმ აი რასაც ირმა ამბობს და ჩვენ ვთქვით რომ უნდა გახვიდე ხალხში არ შეიძლება ჩაკეტილში იყო და ვიღაცა მოგაკითხოს გვეუბნებიან რატო არ გამოდიხართ ნუ ვერ უხსნი რომ მე რო გამოვიდე იქა და ამინახოს აი ნაცებთან არის და მორჩა ერთხელ სახელს გაგიტეხავენ იმას თავის გატეხვა ჯობია და აქ ეს თქვენ გონიათ ბიზნეს სულელია, შტერია ან რაღაცა. ბიზნესა ვიცის როგორ გააკეთოს ეგ საქმე. პროსტო მოწინააღმდეგე თვითონ დანიშნა და თვითონვე აკეთებს ამ საქმეს. ყველა რაუნდი მოუგო. იმ ნაცებს თუ ვიღაცებს, რა ვიცი, deep state თუ რაღაცას რო ეძახიან. რა სისულელია ეს deep state სად გაიგეს, რა თქოს. ეს არის აი თქვენს ბრძანეთ რომ ხელფასები კიდევ უფრო მეტად ემატებათ 12,000 აქვთ ამ წუთში და კომიტეტებში თუ იღებენ მონაწილეობას კიდევ 4-5-დან და ასე შემდეგ და 350 ლარი აქვს პენსიონერს ყოველთვიური შემოსავალი რომელიც უნდა იმყოფოს არის თუ არა ეს ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის მე მესმის რომ იქ არჩევნები აუცილებელი საკითხია მაგრამ აი ეს სოციალური მოთხოვნები იქნება თუ არა ერთ-ერთი მთავარი ხაზი რომელითაც საზოგადოება თქვენს გვერდში შეიძლება დადგეს აბა ახლა ჩვენ იმისთვის გამოვართო ვიღაც ნაძირალ არა სამთავრობას ფული არ ჩაუდეს ჯიბეში რომ იმან ბაპატე გეი პარადი ჩაატარო ამისთვის გამოვალთ ჩვენ გამოვალთ იმისთვის ხალხის გვერდით დავდგეთ და მე ის მახსოვს ეს შევარდნაძის დროს 8 ლარი თუ რაღაც რო დაუნიშნეს პენსიონერებს ის 8 ლარი კი ჯობდა ესეთ გავანდელ 300 ლარი მაგრამ მოვიდნენ და ესა და ბებია უთხარი აი რო დაგინიშნა და სიკვდილი რომ მოგისაჯა ჩვენ რო ქუჩაში გამოვედით რატო არ მოხვედით თქვენ რა ვიცი თქვენ გააკეთებდით გვეგონაო გაიგე ხალხის ისა ესეთი დამოკიდებულება თუ ეკნა რომ შენ გადი და მე აგერ ვიქნები არ გამოვა მასე უნდა გაბრაზდე უნდა მიხვდე რომ კაცად არ გთვლიანო გთვლიან რაღაცა
მუშათაც არ რთულია, აი რომ იმუშაო და რაღაცა გააკეთო, იმათაც არ რთულია, არაფრად არ რთულია. ეს უნდა გავაგებინოთ ხალხს, მივიტანოთ ყველა ადამიანამდე უნდა მივიტანოთ, უნდა ვესაუბროთ. იმიტომ რომ ამას შეიძლება წელიწადი დაჭირდეს. შეიძლება მეტიც, მაგრამ უნდა გაკეთდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არაერთი პარტიის და ერთი რაღაც მიმართულების და არა ფულით. არამედ შეგნებით და სამშობლოს სიყვარულით და მომავლის სიყვარულით. ბატონო, ერთი არის კიდევ არის თუ არა შესაძლებელი ის, რაზეც ჩვენ ვესაუბრებით ხოლმე საზოგადოებას, აი მაგალითად ინტერაქტიულ გადაცემაში და არეკა ერთმა ქალბატონმა და მუდმივათო პრობლემებზე რატო ამახვილებთ ყურადღებასო თქვით, რომ რაღაცები კარგი ხდება ჩვენს ქვეყანაში. არის თუ არა შესაძლებელიო იგივე რომ აი ესე პენსიას მოემატოს, თუ არისო რატომ არ ემატებაო მაშინ და რა ინტერესი აქვს რომ არ უმატებენო. ეს ალბათ ბიუჯეტით არ არისო შესაძლებელიო. აი ამ შემთხვევაში თქვენ მინდა რომ უპასუხოთ ამ ადამიანებს და ასეთი ტიპის ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად აქვთ აი ესეთი დამოკიდებულება, რომ რასაც ვამბობთ, იმიტომ რომ რაღაცა კრიტიკაში ჩავუდგეთ ვიღაცას და არა ობიექტურობიდან და ისევ ამ ადამიანებისთვის. ერთი რაც მე ამ ხელისუფლების მჯერა ის რომ ესენი ამბობენ რომ ჩვენი მდგომარეობაო დღითიდღე უკეთესდებაო. ჩვენი მდგომარეობა და არა თქვენი. და ამას თუ ვერ მიხვდი ხო? მაშინ რა უნდა გითხრა კაცო იჯექი სახში და ჭიქაში ქარიშხალი მოაწყვე. უნდა მიხვდი ამას. ხო შეგნება და განათლება გაქვს. შეიძლება იმ ხალხს იქ რო გამოდიან და რუსული ის არის და ამისთვის დარბოდნენ და დახტოდნენ ფულის გულისთვის. იმ დონემდე თუ ხარ, მაშინ არაა საჭირო კაც. უნდა გამოხვიდე იმისთვის რომ აი სოციალური საკითხები, იქ პოლიტიკურიც მოყვება, ყველაფერი მოყვება, ნელ-ნელა უნდა დალაგდეს. და არჩევნებამდე უნდა მივიდეთ. რახან დემოკრატიულობანას ვთამაშობთ, არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩვენთან ერთი ჩატარდა ზვიადი რო აერჩიეს, მაშინ всё, იმის მერე არჩევნები არ ჩატარებულა. რაც შევადნაძე მოეთხრა ამ ქვეყანაში, იმის მერე არჩევნები არ ჩატარებულა. მიდიოდა აი პირდაპირ გაყალბება, ეხლა ხო ვიყავი კაცო იქ არჩევნებს, ხო ნახე რა რაოდენობის ხალხი იყო. როგორ შეიძლება იგივე 1.200.000 აიღო, როცა ხალხი არ მოსულა. და დაიწერო ამდენი და არ ვიცი ნუ რა მაგას რა ქვია ახლა და ამას უნდა დაუფიქრდეს ხალხი და ავიც თუ არ გამოვიდნენ და პროტესტი არ გამოაცხადეს მართლაც ახლა არჩევნები რომ 28-ში გამოვა ბიძინა დაუდგება იქ თავფუჩეჩა რო ყავს და აქეთ ვიღაცა კორექტულად მაინც თუ შეიძლება არის და რა ვქნა ახლა და იტყვის რომ აგერ ეს ხალხი იქნებიან ისევ ჩვენ ავირჩევთ დავნიშნავთ უყურე პარლამენტი დანიშნეს თავრობა დანიშნეს, პროკურორები დანიშნეს, მოსამართლეები დანიშნეს, ომბუდსმენი დანიშნეს, კიდე რა ჟურნალისტები გაყოფილიყავთ. მეტი რა შტოში უნდა იმუშაო შენ? აი სახელმწიფოს რა შტოში უნდა იმუშაო, რომ შეაგნებინო, რომ თქვენ არასწორი არ დარჩა არაფერი. ის მოსამართლეები დაგვინიშნეს, ციხებში რომ გაგვიშვენ და პროკურორები, ისევ ისინი არიან. ომბუდსმენი ვინ არის ხო იცი და აბა სად უნდა იჩივლო იქ ევროპას მაბატია ფეხებზე მტილი ვარ თორე ამ ხალხს რა აფინანსებენ ჩვენ მოგცენ ეგ ფინანსები ჩვენ ხალხს რომელსაც გვინდა გავინძრეთ ვიღაც რაღაცა გავაკეთოთ არა ამ სვედანებსაც უღმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მაყურებელს თუ რადიო მსმენელს შეგახსენებთ რომ კონსერვატიული მონარქისტული პარტიის ბოდიში მოვხატო ემოციებისთვის მაგრამ თუ ემოციები არ ექნება ადამიანს და ესე აი პრემიერი რო გამოდის და გაშეშებული დგას და ემოციები ასეთ ადამიანები მე არ მიმაჩნია ადამიანებად მადლობა მოწვევისთვის და ხალხს უსურვებ რომ ბედნიერება და ჯანმრთელობა და გონზე მოდით დროზე კონსერვატიული მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობრა ვაქვს სტუმრობდა გადაცემის ამ ნაწილში არ გადართოთ ძალიან მალე დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში